სათქმელი მაქვს და თან პლუს ამას ძალიან ვღელავ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მაქვს რეალურად სათქმელი და ვიცი რომ რაც არ უნდა იყოს ამ ეთერის დრო საბოლოო ძალიან შეზღუდულია და ვიცი რომ ყველაფერს ვერ ჩავაწევ, მაგრამ ამავდროულად ისიც ვიცი რომ გამომრჩეს უამრავი საკითხი, რომელიც აუცილებლად გამომრჩება, იქნებიან ჩემი თანამებრძოლები, რომელთაც ხვალ ზეგ დაეთმობათ ეთერი და რომლებიც შეავსებენ იმ გამოტოვებულ ადგილებს, რომელსაც მე ვერ შევავსებ პირადად. კი მაქვს ძალიან ბევრი სათქმელი, მაგრამ მინდა რომ უშუალოდ დღევანდელი დღით 2 დეკემბრით დავიწყო ლაპარაკი, იმიტომ რომ დღევანდელ რეალობაში 2 დეკემბერს რეალურად აღსრულებაში შევიდა აბსოლუტურად სიძულვილის კანონი, რომელიც დიდი ხნის წინ დაინიცირა ამ ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ. დაინიცირა სიძულვილის კანონი და თან პლუს ამას უამრავი ტიპის სახელდება გაუკეთა. ერთის მხრივ რაღაც ოჯახის სახელით манипуლირება, მეორეს მხრივ გარკვნის სახელით манипуლირება და ერთ-ერთი მთავარი სიტყვა, რომელიც ამ კანონთან მიმართებით იქნა გამოყენებული, ეს იყო ეროვნული ინტერესი. ჩემი მიზანი დღეს აქ მოსვლის ამ ეთერის არის ზუსტად აი ამ საკითხზე ლაპარაკი, ეროვნული ინტერესზე ლაპარაკი და სიძულვილის კანონით ბრჭყალებში დაცულ ეროვნულ ინტერესზე ლაპარაკი. ანუ ორი რამ არსებობს რეალურად ეროვნული, რაც კი შეიძლება სახელმწიფოს გააჩნდეს, ხალხი და ბუნება. მოდი ახლა შევხედოთ ამ კანონთან მიმართებით, სად არის ხალხი, სად არის ბუნება. მე ხარ რომ ამბობ, რომ ძალიან ვღელავ თქო. ვღელავ არა იმიტომ, რომ გამაწყვეტინებთ, მეც გაგაწყვეტინებთ, კიდე გაგაწყვეტინებთ და ასე შემდეგ. მკითხავ, არ გიპასუხებთ. კითხავთ, არ გიპასუხებთ, არ ჩაგეკითხებით, არ იქნება მნიშვნელოვანი თქვენი პასუხი ჩემთვის. ამიტომ არ ვღელავ. არავის ვღელავ, იმიტომ რომ ახლა ვხედავ კადრებს, არც თუ ისე საუკეთესოდ გაშუქებულ კადრებს, ასევე და მთავარი ძალადობის არამსახველ კადრებს ხედავ, თუმცა მაინც დასაფასებელია. რა თქმა უნდა, ის ხალხი, ვინც იქ დგას, ძალიან მნიშვნელოვანი არის კამერა პირდაპირ ჩემი მთავარი ხელა და ძალიან დიდი მადლობა ამ კამერას. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ კამერას. მე რაზეც მაქვს საუბარი არ არის მხოლოდ ამ კონკრეტულ წამს, სადაც ვუყურებ, არამედ ის თუ ზოგადად როგორი რაკურსით ვუყურებთ ხოლმე ამ ტელევიზიით იმ ფაქტებს, რომლებიც ზოგადად ქვეყანაში ხდება. თუმცა, რადგან მე ხა ამ წამს ვღელავ არის ის, რომ მე ხა რასაც ვუყურებ, იქ ვიცი რომ ჩემი მეგობრები არიან. ვიცი რომ არიან ჩემი ოჯახის წევრები და ვიცი რომ აქედან რომ გავალ, აი ამ სტერილური სივრციდან რომ გავალ, ვიცი რომ შეიძლება უამრავი მათგანი იყოს დაჭერილი, ნაცემი, ფიზიკურად რომ შეუძლებელი იქნება მათთვის ის, რომ მეორე დღეს ფეხზე წამოდგენ ისეთ მდგომარეობაში მისულები. ვერც კი ჩამოვთვლით დღეს უკვე აი იმ ადამიანებს, რომლებიც ამ მდგომარეობაში არიან მისულები, იმიტომ რომ არის ასეულობით ამდენი ადამიანი, ამაზე ვღელავ, რომ ეხა მე უნდა როგორმე ჩამოვაყალიბო ჩემი სათქმელი, მაშინ როცა ვიცი, რომ 10 წუთი იქნება, 15 წუთი რო გავალ აქედან, შეიძლება მართლა მუხლები მომეკვეთოს, იმიტომ რომ ვიცოდ რომ ჩემი საუკეთესო მეგობრები ცემეს. ერთი ეს არის, რაც ძალიან მაღელვებს და რის გამოც ძალიან რთული არის ჩემთვის ახლა უბრალოდ რაიმე ტიპის სადისკუსიო ფორმატში ლავირება და რაიმე ძალით უბრალოდ თითქოს რომ ვიცოდეთ, თითქოს რომ მართლაც არსებობდეს რაღაცა ტიპის ორი ძალა, რომელიც თანაბარი პირობებით უპირისპირდება ერთმანეთს, აი ესე ვისაუბროთ ამაზე, ვიმსჯელოთ მართლა მას არის შეუძლებელი. ეს არის ხალხის ნაწილი. ანუ ეროვნული ორი კომპონენტი ხო დავასახელე, ერთი ხალხი აგერ ჩამოვთვალეთ. ჩემი მეგობრების სახელით ვილაპარაკე, ჩემი სახელით ვილაპარაკე, მაგრამ ხალხი ეს არის, ხო? ეს არის ხალხი, რომ ხალხი ვართ ის, ვინც ვდგავართ, ხალხი არის ის, ვინც ახლა გვიყურებს. ხალხთან მიმართებით არანაირი პოლიტიკა ამ სახელმწიფოს არ გააჩნია გარდა ძალადობისა. ეს არის ეროვნული პროექტი, რომელიც სახელმწიფო ძალადობის და სიძულვილის სახელით დაანონსო. პირველი პუნქტი მოხაზული აქვს, ხალხი გძულს, მათზე პირდაპირ შეტევას ვახორციელებთ. მეორე პუნქტი ბუნება. აგერ არის ეს ადამიანი, რომელსაც ჩემზე მილიონჯერ უკეთ შეუძლია იმაზე საუბარი, თუ რა ხდება ბუნებასთან მიმართებით, მაგრამ მე ვიტყვი ჩემ ნაწილს. იქ, სადაც ეკონომიკურად სრულიად დაქცეული რეალობა გაგვაჩნიათ, ანუ აქ რა არის მნიშვნელოვანი, მე ხო დავიწყე ამ სიძულვილის კანონით საუბარი. ეს სიძულვილის კანონი დაინიცირდა პირდაპირ წინა საარჩევნო პროპაგანდაში. ხო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, ანუ პირდაპირ იცის სახელმწიფომ სიძულვილი რა კუთხიდან უნდა დაიწყოს. რა კუთხიდან უნდა დაიწყოს სიძულვილის გაღვივება, ხო? მაშინ, როცა პარალელურად ამ სიძულვილს, რომელიც ეროვნულობის სახელით აღვივებს, პარალელურად
ეროვნულ მიწას აცემენტებს ეროვნულ მიწას, აცემენტებს ეროვნულ მდინარეებს, აცემენტებს ხალხს ყველაფერთან ერთად, აცემენტებს სახლებს, მიწაში ჩადის სახლები და მართლა მიწაში ჩავყავართ ზუსტად ის ხალხი, რომელიც ბუნება და ხალხი რაც თქვია, ეს ორი კომპონენტი გვაცემენტებს და მიწაში ჩავყავართ, ყიდის რაც კი შეუძლია გაყიდოს, მხოლოდ იმისთვის, რომ მისთვის გარანტირებული იყოს ის საპოლიციო, ეკონომიკური თუ ნებისმიერი ის ძალაუფლება, რომელიც დღეს მას აბსოლუტურ გარანტიას მისცემს იმისას, რომ ის იქნება მუდმივად აი იმ სათავეში, რომელშიც ეხლა ცდილობს, რომ სამუდამოდ გაიდგას ფესვები. ეს არის მნიშვნელოვანი. არ დავასრულებ ეხლა უბრალოდ, იმიტომ რომ მინდა კიდე ერთი ნაწილი ვთქვა, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩემი აზრით, რომ ეხლა ამას როცა ვლაპარაკობთ და ვლაპარაკობთ იმას, თუ რა დღეში ვართ, რა მდგომარეობაში ჩაგვაყენეს, როგორ გვექცევა სახელმწიფო, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ჩვენ არიქა და ვართ ქმედით უნარო მსხვერპლი, სწორედაც რომ ქმედით უნარო მსხვერპლი რო არ ვართ და ვართ ქმედით უნარიანი მსხვერპლი, აი ამის სათქმელადო არ აქვს მოსული. თუნდაც ის მაყურებელი, რომელიც ახლა მიყურებს, წარმოდგენა არ აქვს შეიძლება ვინ ვარ, მაგრამ უკვე ვეზიზღები, იმიტომ რომ გამოვედი, აი მესამე დღეაზე წოლის სამიზნეა საქართველოს პირველი არხი. აი ამ შესავლის რეალობიდან გამოვედი და უკვე აი რაღაცას წარმოვადგენ, მათთვის რაღაცას უკვე იმ საძულვერს, რომელიც ძალიან ნიუანსურად არის დათესილი ზუსტად სახელმწიფოს მიერ ამ საზოგადოებაში და მათ შორის იმ მედია საშუალებების მიერ, რომელშიც ეხლა მე ვარ მოსული, ხო? ანუ ძალიან ნიუანსურად არის ეს დათესილი. ხვდები, რომ მათთვის შეიძლება საძულველი იყო, მიუხედავად რომ ჩემი სახელი და გვარი საერთოდ არ ახსოვდეთ ხვალ. თუმცა ძალიან მეჭვია, თუ კი საძულველი ხარ, მე უკვე იმახსოვრებ ადამიანებს. მაგრამ ამ ადამიანებისთვის მინდოდა იმის თქმა ზუსტად, რომ ამ ყველაფერს რომ ვამბობთ სინამდვილეში და თუნდაც სულ რომ გეზიზღებოდეთ, მართლა ის კანონი, რომელთაც დავიწყე ლაპარაკი, ის სიძულვილის კანონი და რომელიც არ არის თან კონკრეტულ ჯგუფზე მიმართული კანონი, მხოლოდ სინამდვილეში. აქ არის ყველაზე მნიშვნელოვანი აი ეს ნაწილი ღირებულებების და არასრულწლოვანი. დიახ, რომელიც თითქოს მხოლოდ ერთ ჯგუფს მონიშნავს როგორც საშიშს. მათ შორის ეს არ არის მხოლოდ ცენზურის კანონი, ეს არ არის მხოლოდ სიტყვის თავისუფლებისა თუ შეკრების უფლების შემზღუდავი კანონი, არამედ ეს არის კანონი, რომელიც პირდაპირ კრიმინალიზებას აკეთებს ადამიანებისას, ამ კონკრეტულ შემთხვევაში პირდაპირ კონკრეტული ჯგუფისას, თუმცა იმ ხალხისთვის, რომელიც ახლა მე მიყურებს და ფიქრობს, რომ მე არანაირი კავშირი ამ ჯგუფთან არ გამაჩნია, ჯგუფ ჭყალებში ვამბობთ, რომ ჩვეულებრივ ადამიანებზე ვლაპარაკობ სინამდვილეში. ამ ადამიანებთან არანაირი კავშირი არ გამაჩნიაო, ვინც მიყურებს და ფიქრობს, მას მინდა უბრალოდ უთხრა, რომ ეს კანონი ისედაც არც ერთი წამით არ არის რაღაცა ტიპის იმ შინაარსის შემცველი, რომელიც რართლაც რაღაცის დაცვას თუნდაც მშვიდობა ჯერ ერთი როგორ უნდა დაიცვა ადამიანების დევნით, მაგრამ კარგი დაუშვოთ, მშვიდობა იქნება თუ ეროვნული ღირსება ამის შენარჩუნებას არც ერთი წამით არ ემსახურება და მათ შორის არ შემოიფარგლება მხოლოდ იმ ადამიანების, რომლებიც დღეს არიან პირდაპირ სამიზნე ამ კანონის. არამედ ეს კანონი იძლევა წარმოიდგინათ ერთ დღეს რამდენიმე ადამიანი შეიკრიბეთ, ან უბრალოდ მარტო გადაწყვეტათ, რომ რაღაცა თქვათ, სახელმწიფოს ექნება იმის უფლება, რომ მოვიდეს და გითხრათ, რომ თქვენ ახლა პროპაგანდას ავრცელებთ და თქვენ ციხეში უნდა ჩაჯდეთ. ეს არის თავი და ბოლო ამ კანონის. საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა რეალურად ამ საუბრის დროს მართლა რა თემებს ეხებოდით. ეს არის უბრალოდ პირდაპირი ძალაუფლება სახელმწიფოსი, რომ ნებისმიერ სიტუაციაში თუ კი მოუნდება მას ჩვენი კრიმინალიზება, მას კონდეს მათ შორის იურიდიული გამართლება იმისა, რომ აგერ კანონი არსებობს, რომლის მიხედვითაც ვისჩებით. თუმცა კრიმინალიზებაზე აქ მნიშვნელოვანი ნაწილი ის არის, რომ ეს კანონი არ არის მხოლოდ ხო ის, რაც კრიმინალიზებას ახდენს, არამედ ანუ აგერ ვხედავთ, რომ თუ კი აქამდე ოდნავ მაინც ცდილობდა სახელმწიფო და პოლიციური რეჟიმი, რომ ვითომ ვიღაცამ ქვაესროლა, ვითომ ესქნა და ამიტომ აიყვანეს, დღეს უკვე პირდაპირ უბრალოდ ჰაერში ხსნიან ადამიანებს, რომლებიც მათ შორის სახლში ცდილობენ, რომ შეაფარონ თავი. მანქანიდან ათრევენ ამ ადამიანებს იმისთვის, რომ დაიჭიროთ. ანუ მათ მხოლოდ ამ ადამიანების დაჭერა და პასუხისგებაში მიცემა სურთ. ამიტომ ის ხალხი, რომელიც ახლა გვიყურებთ და ალბათ შეიძლება კიდეც გწულვართ და მესმის მართლა არ გინახავთ ფიზიკურად ის კადრები, რომლებშიც შეიძლება დაგენახათ ის მართლა უპირობო სოლიდარობა, რომლებიც ამ საზოგადოებას გვაქვს პირველ რიგში ერთმანეთის, ანუ ეროვნული ინტერესი რაც არის, ანუ ხალხის მიმართ და მეორე რიგში ზუსტად აი იმ ბუნების მიმართ, რომელზეც კიდე ერთხელ აგერ არის ადამიანი, რომელსაც მილიონჯერ უკეთ შეუძლია ამაზე საუბარი. ბუნების მიმართ ზუსტად იმიტომ, რომ ეს ამ ბუნების ნაწილი ვართ ჩვენ, ანუ
ვართ ეს ხალხი, ეს სოლიდარობა არსებობს ერთმანეთში, აგერ ერთ-ერთი კადრი შეგიძლიათ ნახოთ წაქცეული სპეცრაზმერი რო ესხმის წაქცეულს და მოდის მთელი მასა ხალხი იმის რომ გამოგლიჯოს ხელიდან და როგორ გარბის უბრალოდ დაშინებული სპეცრაზმი ხალხის ძალით. ამიტომ ეს ხალხის ძალა მათ შორის იმ ხალხსაც მოგწვდებათ, რომელსაც შეიძლება გგონიათ რომ ჩვენ ახლა თქვენ წინააღმდეგობაში მოვდივართ და თქვენ საპირისპიროს ვაკეთებთ რაიმეს, არამედ პირიქით მერწმუნეთ ეს პოლიციური რეჟიმი მიწვდება აბსოლუტურად ყველას და ასევე მერწმუნეთ და პირობას ვხვდებ რომ რა წამს მათ შორის იმ ხალხთამდე პირობას ვისაც ალბათ ვეზიძღები ახლა რა წამს თქვენ მოგწვდებათ ეს პოლიციური რეჟიმი მე და ჩემი მეგობრები და თანამებრძოლები ვიქნებით პირველები ვინც თქვენს დასაცავად გამოვქანდებით ზუსტად იმიტომ რომ ამ პოლიციურ რეჟიმში არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ და რას აკეთებ იმ გარდა იმ რაღაც 1%-ისა რომელსაც ძალაუფლება უჭირავს ყველა არის ნაცრისფერი მასა რომელიც უნდა გადაითელოს აი ეს არის რისი თქმაც მინდა და დღეს და პლუს დავამატებ აქ რომ ჩვენი მოთხოვნა პირველ რიგში და ზუსტად იმიტომ რომ ერთმანეთს არ მივატოვებთ არც-ერთი წამით რომ ყველა ის პატიმარი გამოვიდეს ციხიდან რომლებიც დღეს დაჭერილია მხოლოდ იმ ნიშნით რომ ისინი სწორედ ეროვნულ ღირსებას, ეროვნულ ინტერესებს, ეროვნულ ერთმანეთს იცავდნენ და მეორე რაც არის ჩემი პირადად აი მართლა უკატეგორიულესი მოთხოვნა არის ის რომ ეს ეთერი და ყველა ის გამოტოვება რომელიც მე მაქვს რადგან ყველაფერს ვერ იტყვის არც უნდა თქვას ერთმა ადამიანმა იმიტომ რომ ყველაფრის კომპეტენცია მე კი ვთხოვე რომ ყველაფრის კომპეტენცია გქონდეს მაგრამ ვერ გვექნება იყოს ყოველდღე და უნდა იყოს ყოველდღე იმისთვის რომ ესე მოვიდეს ხალხი და ილაპარაკოს ერთი წუთით სანამ